მოგესალმებით, მე ვარ ელისაბედი, Mixon-ის ბრენდ ამბასადორი, ეს არის ალექსანდრე, GDalco's Diageo's ბრენდ ამბასადორი. დღეს ჩვენ გვექნება Iowa-ს ვისკების ჩემპიონატი, სადაც რომლისთვისაც ჩვენ შევარჩევთ სხვადასხვა ვისკებს, მივაკუთვნებთ დეკანტერის შემთხვევითობის პრინციპით ჩვენი ჯამიდან და შეგვიძლია მე მგონი დავიწყოთ უკვე, ხო? Let's go. პირველი ჩვენი პოზიცია არის კულილა 12 წლიანი, რომელსაც მოვათავსეთ პირველ დეკანტერში. შემდეგი შემდეგი არის არნაჰო 5 წლიანი. იქნება ნომერი 2. შემდეგი პოზიცია არის ლაფროა 10 წლიანი. ნომერი 3. ლაგაბულინი 16 წლიანი. ნომერი 4. ბოუმორი 12 წლიანი. ნომერი 5. ალბათ. გუნაჰაბანი, რომელიც იქნება ნომერი 6. არდბეგი 10 წლიანი, რომელიც არის ნომერი 7. ორი პოზიცია დაგვრჩა. პორტ ჩარლოტ 8 წლიანი. ნომერი 8. და ბოლო პოზიცია კილხომანი ლოხკორმი ნომერი 9. დასხმა დავიწყოთ, I guess. დავიწყოთ. მოდი. ოკეი, ბელო შევხვდეთ. დღეს Mixon-ის ვისკის ბუტიკმა განსაკუთრებული ივენთი ჩაატარა Mixon-ის ვისკის ჯგუფის წევრებისთვის. პირველად საქართველოში და მე მგონი რომ არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოშიც არ არის ხშირი ეგეთი ივენთები, როდესაც ცნობილი შოტლანდიური კუნძულის აილას 9 ძალიან ცნობილი დისტილერიის ჩემპიონატი ჩავატარეთ, ანუ შევაჯიბრეთ მათი განსაკუთრებული ფლეგშიპი ტიპის ვისკები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია და ესე რომ ვთქვათ, ყველაზე პოპულარული და ძალიან საინტერესო ჩაიარა, ზოგადად დინამიურად ივენთმა, ჩართულობა იყო ძალიან მაღალი ჩვენი ჯგუფის წევრებიდან და ბევრი სიურპრიზი იყო, რა თქმა უნდა. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო როგორც Mixon-ს, ასევე პარალელურად მხარდაჭერისთვის GDalco's და მის პორტფოლიოში შემავალ ბრენდებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ დეგუსტაციაში და ხელი შეუწყეს დღევანდელ ივენთს. გამარჯობა, დღეს გქონდა ესეთი blind taste შეჯიბრი Iowa-ს კუნძულის წარმომადგენლობის ვისკებს შორის და ზოგადად ისეთი მომენტი არის რა, რომ ვისკი ვისაც უყვარს ან არ უყვარს, ტორფებულ ვისკს ერთხელოდეს რა ცხოვრებაში მიდის. Iowa-ს კუნძულზე არ ვიცი ისიც თუ არ იცით, 9 განსხვავებული დისტილერია არსებობს, ყველას თავისი დამახასიათებელი ხაზი აქვს და ყველას ფლაგმანი core range-ის ვისკები გავხსნით დღევანდელ დღეს. ზოგადად მართლა გულწრფელად ვიძახი რა, რომ თუ ვისკი გაინტერესებთ, თუ მით უმეტეს ტორფებული ვისკი გაინტერესებთ, მონაწილეობა მიიღოთ მსგავს შეხვედრებში. შევერთეთ თუნდაც Mixon-ის ჯგუფს, ან სხვა ვისკის ჯგუფებიც არის Facebook და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ბევრ საინტერესო ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რაც თუნდაც თქვენი ვისკის მოხმარების გეუბნებას ჩამოყალიბებაში მიიღებს მონაწილეობა. კომპანია Mixon-ის ორგანიზებით კიდე ერთი წინვალე საღამო შედგა. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. საქართველოში ზოგადად ვისკის მოყვარულთა საზოგადოება მცირეა, მაგრამ ძალიან საინტერესო ხალხს მოიცავს და დღევანდელი საღამო კიდე ერთი შესაძლებლობა იყო
შევკრებილიყავით, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ემოციები. ზოგადად ეს ბრმა დეგუსტაცია ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. Mixon-ი მეორეჯერ აწყობს ბრმა დეგუსტაციის ივენტს. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ზოგადად მსგავსი ტიპის ღონისძიებები ვისკის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. დადებითი ემოციები მიგვაქვს დღევანდელი საღამოდან. კიდევ ერთხელ საშუალება მომეცა, რომ მოგვეცა ყველას გავცნობოდით ინგლისურად ვიტყვი myriad, ანუ საკმაოდ დიდი რაოდენობის სხვადასხვა ვისკებს, გემოები, სუნი, სურნელი, რაც გვიყვარს, აღმოჩნდა, რომ შეიძლება სულ ისეთი არ იყო ამ 9 სხვადასხვა აილას ვისკთან შედარებით. საინტერესო იყო აილა ეს განსაკუთრებული ძალიან ბევრი ჩვენი ვისკის მრევლისთვის მეკა, როგორც იყვიან და მადლობა Mixon-ს, მადლობა GD Alpos, მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.